ადამიანებს გვიყვარს თავის განებივრება სხვადასხვა საშუალებებით. მოგწონს, როდესაც ვისვენებთ კარგ სასტუმროში, თუმცა ალბათ ბევრისთვის გაუგებარია რა ხიბლი აქვს ყინულის სასტუმროს. ტურისტთა ნაწილი მოგზაურობისას კომფორტული, თანამედროვე და საჭირო ინვენტარით აღჭურვილ საცხოვრებელს თუ სასტუმროს არ ეტანება. ისინი რაიმე ინოვაციური, განსხვავებული ძიებაში არიან. სწორედ ასეთი ტურისტებისთვის იქმნება ეს შენობა. როგორც წესი, ის სეზონურია და მისი მშენებლობა გაზაფხულიდან იწყება. მაშინ, როცა ძველი სასტუმრო დნობას იწყებს. ამ დროს ტონობით თოვლსა და ყინულს დიდ მაცივრებში ინახავენ. მშენებლობა ტემპერატურის დაცემისთანავე იწყება. მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ხელოსნები, ასევე მოქანდაკეები და ცდილობენ შენობა ყინულის სასახლეს დაამსგავსონ. უკვე დასრულებულ შენობას კი შეუძლია სტუმრების მიღება. ამ უკანასკნელთა უმრავლესობას ურჩევნია ღამე ცივ ოთახში გაატაროს. თბილი ამინდის მიუხედავადაც კი სასტუმროში ტემპერატურა -5-დან -8 გრადუსამდე მერყეობს. ასეთ პირობებში სტუმრებს გაყინვისგან თერმული საძილე ტომრები და ჩრდილოეთის ირმის ბეწვი იცავს. აქ ღამის გათევის ღირებულება $200-დან იწყება. შენობაში ყველა ნივთი ყინულისგანაა შექმნილი. აქ შეხვდებით უამრავ სხვადასხვა ქანდაკებას, რაც სტუმართა აღფრთოვანებას იწვევს. მათი დიდი ნაწილი ამბობს, რომ ერთხელ მაინც ყველა უნდა ესტუმროს ამ ადგილს.